მოგესალმებით. გასულ კვირას ჩვენ განვიხილეთ საკითხი თუ როგორ უნდა ამოგვეღო მაგალითად რიცხვები, ან ამოგვეღო ლათინური ტექსტი, ან ამოგვეღო ქართული ტექსტი და ვნახეთ სპეციალური ფუნქცია reg extract-ი, რომელიც ასე გამოიყურებოდა, როგორც გახსოვთ, reg extract-ი, სადაც 0.9-ს წერდით იმისთვის, რომ არ გქონოდა მაგალითად რიცხვები, ასევე გქონდა შემთხვევა, როდესაც წერდით ფორმულაში A-დან H-ს ჩათვლით ასოებს და ანუ შესაბამისად ვიღებდით მხოლოდ რიცხვებს და ასევე გქონდა ლათინური შემთხვევა, როდესაც A-Z გვეწერა და დიდი A-ც და დიდი Z-ის ჩათვლით ყველა დიდი ზომის და პატარა ზომის ლათინური ასოები იგულისხმებოდა და ისიც ამოაკლო, როგორც ხედავთ. და მოდით ვნახოთ თუ რას გაგვიკეთებს ახლა ფუნქცია სახელად regex replace. regex replace შესაბამისად სხვა დანიშნულებით არის. ამ შემთხვევაში გვაქვს ტექსტი, თავისთავად აქ უკვე გამოვიყენებთ ფორმატს და ფორმატი პრინციპში იგივე პრინციპით მიმდინარეობს ჩანაწერის სინტაქსის. გავხსენით ოთხკუთხედი ფრჩხილი, ხარისხში აყვანის ნიშანი 0.9 მაგალითად დავხურეთ ოთხკუთხედი ფრჩხილი დავწერეთ პლუსი და დავხურეთ ბრჭყალი. ასევე გვინდა კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება რითი ჩაანაცვლოს და მაგალითად უბრალოდ ორი ბრჭყალი დავწეროთ. ნახეთ, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გარდა 0-ისა და წრის, ანუ რიცხვებისა ჩაანაცვლა და არაფერი არ დაგვიტოვა. ხოლო თუ მაგალითად დავწერდით ასეთ შემთხვევას, როდესაც გვექნებოდა A და ტირე და H, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მივიღებდით პირიქით ყველაფერს ჩაანაცვლებდა უბრალოდ ორი ასე ვთქვათ სიცარიელით. აი ამ შემთხვევაშიც ნახეთ, ამოაკლო როგორც რიცხვი, ასევე ლათინური ასოები. და თუ მაგალითად აქ დავწერდით A-Z, ოღონდ დიდი A-D და დიდი Z-ი დააკვირდით, მივიღეთ ყველაფერი ჩაანაცვლა, მხოლოდ დიდი L და K დატოვა. და თუ დავწერდით, რა თქმა უნდა, დიდი A და პატარა Z-ი, ამ შემთხვევაში დაგვიტოვა ყველა ლათინური ასო. ну აი როგორც ხედავთ, სულ ეს არის ჩვენი ფუნქცია, პრინციპში საკმაოდ საინტერესოა და კარგი ეფექტის მომცემი, რაც გაცილებით რთული იყო ადრინდელ Excel-ში. მადლობა ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ გელოდებით ტრენინგებზე და დაგვისვათ თქვენი შეკითხვები. დროებით.